გამარჯობა, მივესალმებით ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს. დღეს ჩვენი სტუმარია მამუკა სალუქვაძე, არქიტექტურის დოქტორი და ურბანისტი. და მოგესალმებით. დღევანდელი თემა არის ქალაქის გენერალური გეგმა, ქალაქის განვითარება, როგორ რა მიმართულებით შეიძლება ქალაქი ვითარდებოდეს. წინა პოდკასტი ქონდა, სადაც სტუმარი მეულუდმელაძე იყო და ტრანსპორტის პრობლემებზე ვილაპარაკეთ, როგორ დავდივართ ქუჩებში, რაღაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორ მუშაობს და ბუნებრივი გაგრძელება არის, მე მგონი ამ თემის. ეს შემადგენელი ნაწილი არის გენერალური გეგმისა. გენერალური გეგმა არის ძალიან კომპლექსური სამუშაო, მათ შორის ტრანსპორტის. ტრანსპორტიც გათვალისწინებული უნდა იყოს. თქვენ გაქვთ ნამუშევარი თბილისის გენერალურ გეგმაზე. შემუშავებული გაქვთ ასე ვთქვათ და ამიტომ დამტკიცდა 2019 წელს ეს გენერალური გეგმა. წელს დამტკიცდა. ანუ თავიდან ესე როგორც თქვენ ამიხსენით, ეს არის წიგნის ხო, საჩუქრის გარეშე არ მინდოდა მოსვლა და ეს არის ის წიგნი, რომელიც ახლა ხან გამოიცა. კი ბატონო. ეხლაც მიმდინარეობს ამ წიგნის ბეჭდა. თბილისური ანარეკლი, ასე ქვია და პრინციპში იმ თემას, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ძალიან ეთანაწყობა, იმიტომ რომ აქ პირველად მოვახერხეთ, თანაავტორი გახლავართ, ჩემთან ერთად არის მირიან ხოსიტაშვილიც, აგრეთვე ეთნოლოგიის დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ჩვენი ავტორობით არის გაკეთებული ეს წიგნი და აქ რა არის მთელი ფასეულობა ამ წიგნისა ის, რომ თბილისის შესახებ, თბილისზე გაკეთებული ყველა გეგმა, რომელიც არსებობდა ვახუშტის პერიოდიდან დღემდე არის ერთად თავმოყრილი, რაც აქამდე არ ყოფილა არც ერთ გამოცემაში და ამიტომ ჩვენ ხმარობთ ხოლმე სიტყვა უნიკალურია. უნიკალურია, იმიტომ რომ არ არსებობდა და თქვათ შეიქმნა ესეთი და ბოლო არის ისაც თქვენი მუშავეთ. ბოლო არის თბილისის გენერალური გეგმის და ნაღებული თბილისის გეგმა. აგრეთვე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც აქვს, მაგალითად უცხოელების შტაბ-ეშტილებები თქვათ და ეს არის ლაპარაკი ახლა მე-10 საუკუნის არაბი მოგზაურის, არაბი კარტოგრაფის, მეცნიერების, ვიდრე მე-19 საუკუნის ჩათვლით და აგრეთვე არის გენგეგმების შესახებ ინფორმაცია. ანუ ესე თავმოყრილი აგრეთვე 1934 წლის გენგეგმიდან რამოდენიმე გენგეგმა გაკეთდა, მეხუთე იყო თბილისის გენგეგმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ხო? ეს გენგეგმები ერთად არის თავმოყრილი და მოკლე ანოტაციები არის, ანუ რა სიახლეებს გვთავაზობდნენ ეს გენგეგმები ქალაქის ცხოვრებაში. ანუ ზოგი რამ გაკეთდა, ზოგი რამ არ გაკეთდა, მაგრამ მნიშვნელოვანია რას გულისხმობდნენ ეს გენგეგმები. ჩემი აზრით საინტერესო ალბომი არის და ამის ყიდვა სადმე შესაძლებელია? იცით რა არის, შესაძლებელი არის ბიბლუსის მაღაზიებში არის, პრაქტიკულად ბევრ ფილიალში, რამდენადაც მე ვიცი, არის აგრეთვე სპეციალურად ადგილი გამოვყავით ჩვენ, სადაც იყიდება შედარებით უფრო ესეთ ფასში. ეს არის შეღავათიან ფასში, ეს არის ქარვასლის შენობა სიონის გვერდით. პირდაპირ ფოიეში შეუძლიათ მოვიდნენ და იყიდონ და ონლაინ გაყიდვებიც აქვს და მოკლედ ეხლაც იბეჭდება ეს წიგნი, ანუ სულ ახალი. ღირებულება ბარემეს ვთქვათ. მე როგორც ვიცი, ბიბლიაში 100 ლარის ოდენობით არის და იქ სადაც მე გითხარით, სადაც მე ვთქვი, იქ 80 ლარია. თქვენ სამ დავიწყეთ მანამდე გენგეგმაზე რა ვისაუბრეთ, ესე იგი ჯერ გენგეგმის შედგენა ხდება ესე რომ მე აცხადებს ინტერესს რომ უნდა გენგეგმის შედგენა, მე დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ თავის ხედვებს და ის ხედვა რომელიც გაიმარჯვებს, მე იმ ხედვის წარმომადგენლები აკეთებენ გენგეგმასაც. რა იყო თქვენი ხედვა, რამაც ესეთ მოწონება დაიმსახურა, როგორი უნდა იყოს თბილისი? როგორც წესი, შემიძლია გითხრათ, რომ ესე არ იყო, როგორც 2015 წელს ჩატარდა. 2015 წელს პრაქტიკულად ყველა შეეძლო მონაწილეობის მიღება, მათ შორის აი პიროვნებებსაც, ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ამ კონკურსში. ეს იყო კონკურსი. გამოცხადდა კონკურსი, საკმაოდ წარმომადგენლობითი ჟიური იყო, ადგილობრივიც და უცხოელი, თქვათ, კონსულტანტებიც იყვნენ, საკონსულტაციო კომპანიაც იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც აგრეთვე, თქვათ, აფასებდა ამა თუ იმ კონკურსანტის ნაშრომს. და გამოცხადდა სწორედ ხედვაზე. ანუ ხედვა უნდა წარმოგვედგინე. როგორც წესი ხედვა არ არის ხოლმე, ეს არის საკონკურსო წინადადებები, რომელიც ზოგადად მოიცავს მეთოდოლოგიას, გამოცდილებას, ასე შემდეგ და აქ პირდაპირ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ხედვაზე იყო საუბარი. ანუ მოთხოვნილი იყო ხედვის წარმოდგენა და მართლაც ძალიან 11 კონსორციუმი იყო. ჩვენ უცხოელებიც ყავდა, ბუნებრივია, ბევრს ყავდა უცხოელი, ბევრ კომპანიებს
ეხლა საქართველოში არ არის სამწუხაროდ ბევრი კომპანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ძალიან ბევრია, ვინც თქვა არქიტექტურულ პროექტებს აკეთებს, მაგრამ ქალაქ გეგმარებაში ბევრი არ მუშაობს. და აი იმ რამოდენიმე კომპანიასაც, რა თქმა უნდა, კონსორციუმები ჰქონდა შექმნილი და ძალიან საპატივცემულო და ძალიან ღირსეული კომპანიები არიან. ეხლა მე ვიძეთ ვსაუბრობ, ვინც იღებდა მონაწილეობას და ჩვენც მათ შორის ყავდა უცხოელი პარტნიორები ყავდნენ, ეს გერმანელი და ფრანგი პარტნიორები ალბერტ შპეერი, მაგალითად ესეთი კომპანია, რომელიც ძალიან ცნობილია გერმანიაში, რა ვიცი, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ცნობილი კომპანია არის, დიდი კომპანია არის, ახლა შპეერის გვარი თქვენ ალბათ გეუბნებათ რაღაცას, იმიტომ რომ არა, სიმართლე გითხრათ, ეს არის დინასტია და მისი мама, აი ამ პიროვნების мама, ვინც უკვე გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენ როცა დავიწყეთ, მაშინ ცოცხალი იყო, მისი мама იყო ადოლფ ჰიტლერის მთავარი არქიტექტორი, ასე ვთქვათ და მისი დაპროექტებულია უამრავი რამ. შემდეგ შეიარაღების მინისტრი იყო და იმდენი შეიარაღება მიაყარა, რომ დაიჭირეს ეს კაცი მე ნიურნბერგის პროცესზე და ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც მოიხადა თავიდან ბოლომდე, ანუ არ დაუხრეტია და თქვათ არ ჩამოუხრჩია, მან მოიხადა თავიდან ბოლომდე თავის. ნუ საინტერესო ხო ახლა ჰიტლერი თავისთავად სასიამოვნო პიროვნება არ იყო, ბუნებრივია, მაგრამ ნუ საინტერესო დინასტია არის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მისი მამაც, თქვათ, ბაბუაც სწორედ დამაარსებელი, დაფუძნებელი იყო ამ კომპანიის. აი ესეთ კომპანიასთან მქონდა საქმე, რომელიც მთელ სოფლიოში აპროექტებს და ის რომ თქვათ მათი დამსახურებაცაა, რომ თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც მოქმედია და არსებობს, არის აი მართლა თანამედროვე ევროპული დონის დოკუმენტი, ეს არაერთმა აღიარა და სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ მათი მონაწილეობაც არის. ალფრედ პეტერია, კიდევ ძალიან ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორი ფრანგი, რომლის კომპანიას აგრეთვე იღებდა მონაწილეობას. აგრეთვე ქართული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. ანუ ჩვენ ვიყავით ლიდერი კომპანია, ჩვენ ვიყავით ასე შეიძლება ითქვას წარმართავი პროცესების City ინსტიტუტი საქართველოს, მაგრამ ყავდა ქვეკონტრაქტორები, რომლებიც აგრეთვე იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში. მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ძალიან კომპლექსური სამუშაო არის. აქ არის ტრანსპორტი, ეკოლოგია, გარდა ურბანული და ქალაქმშენებლობითი საკითხებისა, აქ არის სოციალური საკითხები, ხო, აქ არის დემოგრაფია, აქ არის კულტურული მემკვიდრეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი საკითხი არის, რომელიც აუცილებელია, რომ თქვათ შემდეგ ქალაქგეგმარებელმა გადათარგმნოს აი მათი რეკომენდაციები და მათი კვლევები უკვე ქალაქგეგმარებით ენაზე. და უკვე ეს ყველაფერი აქციოს გენერალური გეგმის ძირითად ნახაზად, ხო, მთავარ გეგმად. თქვენი ხედვა რაში მდგომარეობდა? ხედვა სხვათა შორის იყო ისეთი, რომელმაც შემდგომ არ განიცადა ცვლილება. ანუ თავიდანო ჩვენ რა პრინციპული საკითხების და რა კონცეპტუალური საკითხებით წამოვჭერით, აი სწორედ ის იყო ბოლოშიც, როცა ჩვენ 4 წლის თავზე მოურჩით ამ გენერალურ. ანუ 2015-ში იყო ეს გამოცხადებული და გეგმა დაიდო 2019-ში. 2019-ში დამტკიცდა საკმაოდ რთული პროცესი იყო. არ ვიცი ახსოვთ თუ არა, შეიძლება მსვენელებს ახლა და მნახველებს ახსოვთ, მაყურებლებს, საკმაოდ რთული დებატები იყო, პერიპეტიები იყო, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო ამ გეგმის მიღებასთან დაკავშირებით და დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი მე კარგად დამთავრდა ისე, რომ ქალაქმა ძალიან კარგი დოკუმენტი მიიღო. სხვა საკითხი არის ქალაქმა შემდეგ როგორ გამოიყენა ეს დოკუმენტი. ეს საერთოდ ესე არის ხოლმე. ჩვენ ვაკეთებთ დოკუმენტს. ჩვენ რაც შეგვიძლია გვაძლევთ ამ დოკუმენტს როგორც სარეკომენდაციო, მაგრამ როცა მტკიცდება ის უკვე ნორმატიული დოკუმენტია, ვაძლევთ აღმასრულებელ ხელისუფლებას ან დამკვეთს, ვინც იქნება, შეიძლება ცენტრალური ხელისუფლება იყოს და შემდეგ ის უნდა იყოს გამოყენებული ისე, როგორც ეს დამტკიცდა. თუ ესე არ კეთდება ხოლმე, ნუ ეს პრობლემაა. ხო, გასაგებია. ხო, ეს ხედვა რას გულისხმობს მაგალითად? ხედვა გულისხმობდა იმას, რომ ქალაქი უნდა ყოფილიყო კომპაქტური და მე აგიხსნით მე რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ხედვა გულისხმობდა იმას, რომ ქალაქი გამწვანების და რეკრეაციის მიმართულებით უნდა ყოფილიყო, ეკოლოგიური მიმართულებით უნდა ყოფილიყო მდგრადი და ამასაც აგიხსნით მე რას გულისხმობდა და კარგად შეკავშირებული უნდა ყოფილიყო. ეს ძირითადად სატრანსპორტო თემატიკაა, თქვენ ისაუბრიათ წინა პოდკასტში. შეკავშირებული დასახლებები და უბნები. აქ უბნების იმაზეც არის, იმაზეა რომ ოპტიმალური გზათაქსელი ყოფილიყო, იმაზეა რომ ნაკლები ყოფილიყო გადაადგილება, არასაჭირო გადაადგილებები ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს შორის, კარგი კავშირები, რაც
სამწუხაროდ არ არსებობს დამეთანხმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მეოთხელი რიგი საკითხებისა იყო, რომელიც მათ შორის აი საავტობუსზე დერეფნები და რაღაცა ერთ-ერთი პირველი შეთავაზებები ჩვენი იყო ის, რომ საველოსიპედო გზები ყოფილიყო ის, რომ ამოტრიალებული იყო საერთოდ იერარქია, ანუ მსუბუქი ავტომანქანა კი არა, ფეხით მოსიარულე და მსუბუქი ავტომანქანა ბოლოში გადასულიყო. მსუბუქი მანქანების ფლობელებს ეს არ შეამოვნებთ ხოლმე, მაგრამ ესია ევროპაში. ჩვენ მოგწონს ევროპა, მოგწონს ცივილიზებული ქალაქები და ცივილიზებული ქვეყნები, მაგრამ ჩვენთან იგივეს დანერგვა არ გვინდა ხოლმე და ესე არ გამოვა. იმიტომ მოგწონს, რომ იქ სწორედ საცხოვრებლად არის და გადასაადგილებლად შესაფერი სიტუაცია, ხო, გარემო მოგწონს ჩვენ პირველ რიგში და იგივეს გაკეთება ჩვენთან არ გვინდა. ჩვენთან გვინდა იგივე გარემო, მაგრამ ისეთივე რატომღაც ისეთივე პირობები ხო, უნდა ჩვენთან როცა მაგაზეც ჯობა მედის ხოლმე ყოველთვის რაღაც ესეთი წრე გამოდის და ყველა ამბობს რომ ჩემ რატომ უნდა დაიწყოს, თქვა ავტომობილის ფლობელი, აი ჯერ ის გაკეთდეს და მე ეს დავიწყოთ გარეუბნებიდან და მე ტრანსპორტით გადაგდება იძახის ჯერ რატო ეს რაღაცაში შეიძლება მართლები არიან, რაღაცაში შეიძლება არა, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ ყველაფერი რაც იწყება და ყველაფერი რაც კეთდება აი რეფორმების სახით, არა მხოლოდ ტრანსპორტზე მაქვს ლაპარაკი, ეს აუცილებლად საჯარო განხილვის საკითხი უნდა იყოს. არ შეიძლება არ დაველაპარაკოთ, არ შეიძლება ჩვენ არ ვესაუბროთ მაცხოვრებლებს, მათთვის კეთდება, ხო? ჩვენთვის ხო არ კეთდება, მათთვის კეთდება. ჩვენ სხვა ქალაქებსაც ვაკეთებთ ხოლმე და ხან გვიწევს ხოლმე მუნიციპალიტეტებთან რაღაცების მტკიცება. ჩვენთვის არ კეთდება პარკი. მე ბათუმში პარკი, ჯიბეში არ უნდა ჩავიდო და არ მიმაქვს სახში, ხო მართალია? პარკი კეთდება მათთვის, ადგილობრივებისთვის. ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ როცა რაღაცას ვაკეთებთ და თუ გვენდნენ და თუ მოგწეს იმის საშუალება რომ გავაკეთოთ და ამაში ფულიც იხარჯება, ბუნებრივია. ხშირად გვესმის ხოლმე რომ გამიგია მე თბილისზე ასეთი მდგომარეობა რო იყოს, აბა ქალაქი სხვანაირად ვითარდება და რაში გადავყარეთ ფული კი, მაგრამ როცა შეგვიკვეთეს და როცა ვაკეთებდით, ჩვენ არ ვწოდით ქალაქი ხო, გასაგებია ის აღმასრულებელი ხელისუფლება გამოყენებული. მე ვაკეთებ სრულყოფილად ჩემს საქმეს. ხო, გასაგებია. ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე ექიმის საქმიანობას რა, აი, მას რომ ქალაქის პრობლემატიკა, ხო, უნდა კარგად გაიგო, გაანალიზო, დიდი კვლევა კეთდება ხოლმე. და როდესაც კვლევა კეთდება, შენ ხედავ აი იმ სუსტ წერტილებს, რომელიც ქალაქისთვის არის დამახასიათებელი და გინდა რომ ეს ყველაფერი გამოასწორო, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ქალაქი. გენგეგმა სხვა ხო არ არის, ტერიტორიების სწორად გამოყენებაზე არის, ხო, საუბარი. და ახლა როდესაც მე ამ რეცეპტს გაძლევ თუ დანიშნულებას გაძლევ და შენ ავადმყოფი ყავს და არ გამოიყენებ და შენებურად და ექიმბაშებით უმკურნალებ, ჩემი ბრალი ეს ვერაფრით ვერ იქნება. მე ვერ დავიბრალებ ახლა ამას, ხო მართალია? მე როგორც მახსოვს რაღაც ცენტრალურ პარკზეც იყო საუბარი, ხო, თბილისში უნდა იყო როგორ არა ცენტრალურ პარკზეც იყო საუბარი. ამ გეგმაშიც ნაგო იგულისხმება. იცით რა თქმა უნდა, სხვათა შორის გამწვანების კუთხით იყო რაღაც ბევრი სიახლეები ჩვენ პრაქტიკულად 3 კვადრატულ მეტრამდე იყო ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ანუ იმ ნაწილში, სადაც ჩვენ საქმიანობთ, ცხოვრობთ, აი ეს მაგალითად და არა პერიფერიებში, ხო თქვა, წყნეთი და ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში 3 კვადრატულ მეტრამდე არის გამწვანებული ტერიტორიები. ნუ იმ დროინდელი კვლევით 3 კვადრატულ მეტრამდე ეს ნიშნავს. ერთსულ მოსახლეზე. ერთსულ მოსახლეზე. ნუ ესე ითვლება ხოლმე, ხო, არის ხოლმე რაღაც ნორმები 15 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს, თქვა და არის ქალაქები, სადაც 50-ია, თქვა ბერლინი და 70 კვადრატული მეტრი. ანუ ეს ითვლება ერთ სულზე რამხელა ფართობი მოდის ამ გამწვანებული ტერიტორიისა, რეკრეაციული ტერიტორიისა და ნუ 3 კვადრატულ მეტრამდე ძალიან ცოტაა. განაჩენია სადაც სუნთქავთ, იქ არის ცოტა. აი ხა ეს რაც ჩანს ეს მაგიდაც უფრო მეტია ვიდრე 3 კვადრატული. 3 ხო, ნუ 3 კვადრატული მეტრი არის ძალიან მცირე და ჩვენ რაღაც 11 კვადრატულ მეტრამდე აი იმ ღონისძიებებით რომლის საშუალებაც გვეძლეოდა ჩვენ გენგეგმის პარკლებში ახალი რეკრეაციული ტერიტორიების გამწვანებული ტერიტორიების დამატებით შეგვეძლო რომ მიგვემატებინა. საერთოდ ყოფილიყო ცენტრალური პარკი. ცენტრალური პარკის ადგილი ჩვენ ან თქვით რომ ცენტრალური პარკი შეიძლება ყოფილიყო თქვა იპოდრომის ტერიტორიაზე, ან თქვით რომ ცენტრალური პარკი ყოფილიყო რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე. ანუ ჩვენ ამბობდით რომ რკინიგზა შეიძლება გადავიდეს არ იყოს ქალაქის ცენტრში, იმიტომ რომ რკინიგზას თავისი პრობლემები აქვს, გარდა იმისა, რომ არის ამის მოწინააღმდეგეები, მომხრეები, რომ არ რკინიგზა კარგია, მაინდა-მაინც ვაგზლის მოედანზე უნდა იყოს რკინიგზის სადგური, იმიტომ რომ იქ თუ არ მივედით მაშინ რაღაც დისკომფორტში ვიქნებით, გეგონება აეროპორტი გვაქვს საცხოვრებელ სახლთან, ხო? იქაც რაღაცა ვждები და მივდივართ ხოლმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ კარგით. მაგრამ
იგივე როდესაც განივ კავშირებზე ვსაუბრობდით, ხო, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირება, განივი კავშირები და იქითკენ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორი განაშენიანება, ხო, სოფელია პრაქტიკულად, ხო, ძალიან აქ მტკვრის მარჯვენა სანაპირო როგორია და მტკვრის მარცხენა სანაპირო ხო შევადაროთ ერთმანეთს რა, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, მით უმეტეს რკინიგზის ლიანდაგის მიღმა. ხო, სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ლიანდაგი უშლის, ხო, რკინიგზა უშლის ხელს იმას, რომ სწორედ კარგი კავშირები და ნორმალური კავშირები იყოს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ და რაც თავარია არსებულ, მაშინდელ არსებულ გენგეგმაში, ჩვენს გენგეგმამდე, პირდაპირ ეწერა, რომ რკინიგზა უნდა იყოს გადატანილი. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ შემოვლითი გზაც კეთდებოდა. ის შემოვლითი გზა არ ვარგა, ეგ სხვა საკითხია, ჩვენც თქვით, რომ არ ვარგა, იმიტომ რომ ბევრი დასკვნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ რთულია. რკინიგზაც წინააღმდეგი იყო ამ გზის, იმიტომ რომ რამის ორი ლოკომოტივი ჭირდებოდა, რომ ისეთი რელიეფი და დახრილობები იყო, რომ შემადგენლობები გადაეადგილებინა და მათთვის რა თქმა უნდა წამგებიანი იყო ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ თქვით, რომ გამოიძებნოს საშუალებები, რომ ჯერ, ანუ გენგეგმაში ესეა, რომ ჯერ სატვირთო გადავიდანოთ როგორმე, აი როგორ წარმოგიდგინეთ, ჩუღურეთი წარმოიდგინეთ, რა ახლო, ხო, მჭიდროდ დასახლებული არის, ჩამოივლის იქ რამოდენიმე მეტრაში რკინიგზა, რომელიც არის დატვირთული საშიში აალებადი ან ასაფეთქებელი მასალებით. რამე რომ მოხდეს, ვინ არის ამაზე, ხო, ახლა ვინ აგებს პასუხს და ახლა მე რომ დაიწყებენ პასუხისგებლის მოძიებას, ეს ჩვენც კარგად ვიცით, ხო, რითი დამთავრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საერთოდ ეს არის ხოლმე რაღაც მოხდება და მე ვიცით. ხო, ანუ პროფილაქტიკა ჩვენ ხო არ ვიცით და პრევენცია ჩვენ ვიცით, და შედეგებზე მსჯელობა და ისიც კიდე როგორ ვიცით ხოლმე სხვა საკითხი არის. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე ლაპარაკი, რომ სატვირთო გადავიდეს და რა კი იყო რაღაც გარკვეული წინააღმთან ეს გენგეგმის გადასაწყვეტი არ იყო, ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების და რკინიგზის საკითხი, ხო? შემდეგ უკვე სამგზავროზე ვიფიქროთ, გადავიდეს თუ არ გადავიდეს. მოკლედ არის გარკვეული ტერიტორია, თუნდაც სამგზავრო შენარჩუნებული იყოს, არის გარკვეული ტერიტორია, რომელიც აი სამრეცხაოები და თვითონ რკინიგზის დეპოები და რაღაცეები, რომელიც თავისუფლდება და იქ შეიძლება და ცენტრალური პარკის გაკეთება და საერთოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილი, აი მეორე ცენტრის გაკეთება შეიძლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აი ამ ტერიტორიაზე. რაც აუცილებელი იქნება საშუალია ხო, თავარია ისეთი პროექტები არ გაკეთდეს. ეხლა რომელიც დაანონსდა და რომელიც ამ ტერიტორიებს გაანადგურებს. რომელს? აი მერაზეც მაქვს ლაპარაკი რკინიგზის მიღმა ტერიტორიებზე, სადაც თქვა 53 ცათამბჯენის აშენება უნდა. 53? ნუ არ ვიცი ხო 53 თუ 50, მაგრამ ბევრის. მართლა აქ ცენტრში შენდება რამდენიმე ცათამბჯენის ის უკვე არსებობს. იპოდრომის ტერიტორიაზეც ხო არის. კი, ეს პროექტი ისა არ ვიცი მე რა იქნება იპოდრომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იპოდრომთან დაკავშირებით ახლა ჩვენ რეკრეაციული ტერიტორია გქონდა მთლიანად დადებული, რეკრეაცია ისეთ და ვიცით რომ პარკის მშენებლობაც თითქოს დაიწყო. მინდებარე ტერიტორიაზე ახლა ცათამბჯენების აშენება, ნუ არ ვიცი. პარკებიც ამ გეგმაში რაღაც პარკების ფორმაც ითო არის ხოლმე გათვალისწინებული თუ უბრალოდ არის რეკრეაციული ზონა უნდა იყოს. როგორც წესი ახლა 10,000-იან მასშტაბში კეთდება ფორმები, გეგმარება, ეს ძველი გენგეგმები, საბჭოური გენგეგმები რო იყო, იქ პრაქტიკულად ვაგის პარკის პროექტი შეიძლება ყოფილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა არა. ეხლა უბრალოდ ტერიტორიების მონიშნა ხდება ხოლმე და ესე მოინიშნა მაგალითად თემქის ხევის საპარკო ტერიტორია, რომელიც გაკეთდა. იცით თქვენ რომ გაიაცნა უკვე. ესე მოინიშნა დიღმის ჭალებში საპარკო ტერიტორია, ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც არ გაკეთდა. და იმედია რომ გაკეთდება, ესაც სრულიად აუცილებელი არის, იმიტომ რომ ეს არის რაღაც აი ესეთი ფასეული ტერიტორია, სადაც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება მტკვარი დანარჩენი იცით თქვენ რომ ფონიჭალას თუ არ ჩავთვლით არის სწორედ ჯებირებში მოქცეული. ხო. და იქ საპარკო ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, პარკებიც ჩვენთან როგორც კეთდება ხოლმე მე უფრო სხვანაირი სტილის პარკები, მაგალითად გერმანიაში ხშირად მიწევს ხოლმე სერვი, იქ არის უბრალოდ ხეები და ბალახი. და ეს ბუნებრივი პარკი არის რაღაცნაირად მინდორში გამოდიხარ. ჩვენთან ვიცით ხოლმე ამანდამაც ბილიკების დაგებას, რაღაც ბეტონის ქვების ჩაშენება. ბეტონი და ცემენტი და ის სრულად არ არის საჭირო, მაგალითად იპოდრომზე მშვენივრად ერთობოდა ხალხი ისედაც. შეიძლება იმის მოწესრიგება ბუნებრივია, მაგრამ იცით რა არის? ადამიანებს ეს თავისუფალი ტერიტორიები ჭირდებათ, იმ ხო რაღაც თამაშობდნენ, ხო რაღაც სხვადასხვა თამაშობები იყო, იკრიბებოდნენ, ჯდებოდნენ, საირნობდნენ, არ არის აუცილებელი ხო ყველგან მე ფილაქნების და ხო, მე თუ მკითხო, ჩვენია უბრალოდ მინდორი და ხეები იყოს ვიდრე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ადამიანები, მოქალაქეები თავად უნდა ამბობდნენ, ხო? რაკი ტერიტორიას ისე იყენებენ, ესე იგი მათ
ხელეწიფებად და უნდათ რომ ესე გამოიყენო მათი სასურველი ეს არის ახლა არ უნდა დავდგეთ და არა ჩვენ მიგვაჩნია რომ ესე უნდა იყოს იმიტომ რომ შეიძლება ჩინოვნიკს შეიძლება მეც მეშლება ხო მაგრამ მოქალაქეებმა ხო კარგად იციან როგორი ტერიტორია ჭირდება და რა ჭირდებათ აი ამას აი ეს ურთიერთობები ვერ დაალაგდა 10 წლეულების განმავლობაში ეხლა თქვენი აზრით მიახლოებით რომ თქვა აი ამ გეგმასთან შედარებით დღევანდელი თბილისი რამდენი პროცენტით შეესაბამება იმ გეგმას ვერ გეტყვით იმიტომ რომ ეს შესწავლის საგანი ხო მე არ მახასიათებს ხოლმე რაღაც ისეთი სპეციალობა და პროფესია მაქვს რომ ესე ვიცი ხო ექსპერტიზის გარეშე კვლევის გარეშე გამჭირდება მაგრამ თვითონ საინტერესოა ეს კითხვა იმიტომ რომ ეს ისედაც უნდა გაკეთდეს ეს თვითონ მერიამ უნდა გააკეთოს იმიტომ რომ პრაქტიკულად რამდენი წელია გასული ხო გავიდა უკვე მე-5 წელია მე მგონი თუ მეტი არა და გადახედვას ტყუილობს უკვე გენერალური გეგმა რა გაკეთდა რა არ გაკეთდა რას იცავენ რას არ იცავენ რა შეიცვალა რა არის თქვა საკორექტირებელი ხო გენგეგმაში გენგეგმა ხო არ არის ბეჭდი ლურს მიტრო ჯაარდა კედელზე და არ გადახედო უნდა გადახედო ქალაქი იცვლება ქალაქს ვერ გავაჩერებ ჩვენ მით უმეტეს კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ რაღაცას ითვალისწინებენ რაღაცას არ ითვალისწინებენ სულ რო ითვალისწინებდნენ იქ მიწის ნაკვეთები იყოფა ხო რაღაცა ხდება გადანაწილება გადმონაწილება გაყიდვა ასე შემდეგ ანუ აუცილებელია გენგეგმა გადაიხედოს და ეს აუცილებლად მერიამ უნდა გააკეთოს. აი მაშინ გავიგებ ჩვენ რა პროცენტით სრულდება და რა პროცენტით არა. რო გითხრათ რომ 100% სრულდება მეთქი ხო არ დამიჯერებთ? ხო. რა თქმა უნდა არა. თუ 50-ით აი ეს არ ვიცი რა. არ ვიცი, იმიტომ რომ მართლა ის არის. აი ინტუიციურად ესე ხო, ინტუიციურად მე არა ვარ კმაყოფილი უნებრივი. მაგრამ ეხლა პროცენტს ვერ განსაზღვრო, მაგრამ რა თქმა უნდა არა ვარ კმაყოფილი, ან ვინ არის კმაყოფილი. YouTube-ზე ერთ-ერთი თქვენი პრეზენტაცია თუ ლექცია არის, სადაც ესეთი რაღაცა თქვით, ეს ვიდეო არის 6 წლის წინ ატვირთული. რომ 8 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ნებართვა არის გაცემულიო ქალაქში. იყო მაშინ. ეხლა რა მდგომარეობაა? ვერ გეტყვით. ეხლა უნდა გითხრან ალბათ კომპეტენტურმა მაშინ შევისწავლეთ ჩვენ ეს იმ და მივიღეთ მაგრამ ეს თბილისში მარტო ხო? თბილისში. ხო 8 მილიონი იყო. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, ეხლა დაუბრუნდეთ აი ამ კონცეპტუალურ საკითხებს თუ გნებოთ, აი რა ვთქვით კომპაქტური ქალაქი. ხო შეიძლება მითხრათ, რომ ინტენსიურად რატომ უნდა განვითარდეს ქალაქი, როცა შეიძლება ექსტენსიურად განვითარდეს, ხო? ანუ გავიდეს და აი ამდენი თავისუფალი ტერიტორია არის ქალაქის განაშენიანების გარეშე და ვაშენოთ. სწორედ ერთ-ერთი ის იყო, რომ 8 მილიონი კვადრატული მეტრის ნებართვა იყო უკვე გაცემული. ანუ პრაქტიკულად ქალაქში უნდა აშენებულიყო ამხელა მოცულობა საცხოვრებლის იყო ძირითადად, ხო? გასაჭირო არის ახლა მაშინ ანუ ეს დამტკიცებულს ვამბობ უკვე. გასაჭიროა ახლა გახვიდე და კიდე 8 მილიონი დაამატო, ხო? ამ იმის მერე კიდე ამდენი დაემატა. მოწოდებასა და იმას შორის ხო უნდა იყოს, ხო, მოთხოვნა შორის ბალანსი. ამავე დროს თბილისში არის ყოფილი საწარმო ტერიტორიები. ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. ესეთი იყო დაახლოებით 600 ჰექტარი, რამდენიც მე მახსოვს, როცა ჩვენ დავაჭამეთ. მე გეუბნებით ახლა მაშინდელ ინფორმაციებს, ახლა იმის მერე მე თბილისის გენგეგმაზე აღარ მიმუშავია. 600 ჰექტარი არ არის ცოტა. ეს ტერიტორია არის, რომელიც ათვისებად შეიძლება აგრეთვე სხვადასხვა ფუნქციით არ არის აუცილებელი და ვერ ვიგებდით, მაინდა-მაინც ვიგებდით, იმიტომ რომ იყიდებოდა თორემ მაინდა-მაინც საცხოვრებლად არ უნდა იყოს დატვირთული, ხო და მილიონი საჭიროება აქვს ქალაქს. კომერციული იქნება ეს თუ საგამოფენო დარბაზები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, რეკრეაციული ტერიტორიები. ეს ყველაფერი ახლა ჩვენ რო ერთმანეთს შეუსაბამეთ, დავაჯამეთ და რა სრულებითაც არ იყო აუცილებელი გავჭრილიყავით ველზე, დაგვეწყო იქ მშენებლობა, როდესაც ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში იყო ტერიტორიები, რომელთა ათვისებაც ოპტიმალურად და რაციონალურად შეიძლებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ორ სახლთან 17 სახლი უნდა აგვეშენებინა მაინდა-მაინც. ეს ნიშნავს, რომ იქ სადაც შეიძლებოდა და გვაძლევდა რაღაც სიმჭიდროვეების საშუალებას, იქ გამჭიდროება გავაკეთებინა. თან ჩვენ ვამბობდით და თქვით კიდევაც გენგეგმაში, რომ ჩვენი აზრით საშუალო სიმაღლე არის თბილისისთვის მისაღები და არა ეს ცათამჯენების ქალაქი, რომელიც არც უხდება. ნუ შეიძლება ყოფილიყო 14 სართულამდე, 10, 12, 14. არ უხდება ამ თბილისის ცათამჯენები და ნუ მაინდა-მაინც ამას ვაწვევით, ხო, ბოლომდე, რომ გასაგებია რატომაც. ხო, გასაგებია, ხო, ფინანსური ინტერესები არის და ბიზნესის ინტერესებია, ბიზნეს ინტერესებმა და დეველოპერების ინტერესებმა დიდწილად დაჯაბნა ეს
მოსახლეობის ინტერესები, ესე და საზოგადოებრივი ინტერესები. ხო. ჩვენ ეს ბალანსი ეს გვინდოდა ჩვენი გენგეგმით საზოგადოებრივ ინტერესებსა და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი ყოფილიყო. ნუ ახლა ატყდა მთელი ამბავი მე რომ ადამიანებზე რომლებსაც ნაკვეთები ჰქონდათ თქვათ დინარეების სანაპიროებთან რომლებიც შეიძლება ადიდებული იყო და წაეღო რა არ ადიდებულა არ წაუღია თქვათ იყო გაცემული ბევრი ნაკვეთი კლდეების ამ მაღლობების თავზე შიგნით ძირში ყველგან იყო გაცემული ტერიტორიები და იქ ვამბობდით რომ იქ სადაც საშიშია სადაც სახიფათოა სადაც კანონმდებლობით არ შეიძლება მოდით რა იქ ადგილმონაცვლეობა გავაკეთოთ მერიამ მიიღოს რაღაც გარკვეული კომპენსაციები გარკვეული საკომპენსაციო ზომები იმისთვის რომ ადამიანები არ გაიწირონ უბრალოდ ხო როგორ შეიძლება გენგეგმას ვაკეთებდე და მე რა რაც მოუვა სხვა არ ვიტყვი და ნუ ამაზეც იყო კამპანია ატეხილი ხო ელიავასთან დაკავშირებითაც გახსოვთ ალბათ თქვენ ელიავას კი ამდენჯერმე იყო ტერიტორიაზე იყო მთელი ამბავი იყო ხო იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ იქ საპარკო ზონა გაკეთდეს და ელიავა ორ ნაწილად გაიყოს რა გაიყოს გადავიდეს თქვა ერთ ადგილას მეორე ადგილას თქვა ისანთან და სანზონისკენ და იყო რაღაც გარკვეული ტერიტორიები ნუ ამასაც მოყვა მთელი ამბავი ნუ მე ვთქვით რომ მოდით დამატებითი კვლევები ვაწარმოოთ და იმ დამატებით მოკვლევებმა თქვან რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება რაღაცა და რაღაც მოკლედ ფული თუ საზოგადოებრივი ინტერესები ჯერჯერობით ფული ხო არანაირ ხრო წარმოიდგინო ამ მიმართულებით რომ განვითარებული იყო რომ ეს ხა ყველა სათამბჯენი და ბიზნეს ცენტრები რაც გვაქვს სადღაც ერთი მიმართულებით წასულიყო რაღაც უბანში ეს ძველი თბილისი დარჩენილიყო ისე როგორც არის ჭავჭავაძე თუნდაც რუსთაველი რაღაც ეს ვერა თაწმინდა საერთოდ სხვანაირი სურათი გვექნებოდა და ბევრად ლამაზი და კარგი იქნებოდა. აი დამერწმუნეთ მაქსიმალურად ვეცადეთ ამ დოკუმენტში ჩაგვედო ყველა ის შესაძლო. თან მერიასთან შეთანხმებით ვაკეთებდით, ხო მერია თუ იტყვის რომ მე ამას ვერ დავძლევ, სისულელია, ხო, როგორ ვერ დაძლევ რა, წარმოიდგინე მათი დაქირავებული ხარ შენ პრაქტიკულად რომ გაუწიო რეკომენდაციები, როგორ შეუძლია ბიუჯეტი არსებობს რაღაცა და თუ ვერ დაძლია მან, მაშინ ზაპარი იქნება ეს, ხო, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვეცადეთ ერთად ვიჯექით ერთი წლის განმავლობაში აი ამ დიდი პერიპეტიების მერე ერთად ვიჯექით და გავიარეთ ყველა საკითხი, ყველა საკითხზე შევთანხმდით და ამიტომ მინდა რომ აი შეთანხმებული საკითხების განხორციელება რომ მოხდეს ფანტასტიკური იქნება, ხლა ეს ქალაქი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა და იქნება ვიდრე თქვა დღეს არის. როდიდან გადაუხვიეთ გზას? იცით რა არის? მე ბოდიში გაწყვეტებთ, ძველი თბილისის ფოტოები რომ ნახავ ხოლმე ხშირად არის YouTube-ზეც კი არა Facebook-ზეც ამოტივტივდება ხოლმე ძველი სპორტის სასახლის სურათი, ვაჟა-ფშაველა, როგორ ესეთ გეტყვით. ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. 21 წელი ვიმუშავე ქალაქის მერიაში. და ძალიან კარგად მომეხსენება რა პერიპეტიები და რა ტალღები მოდიოდა აი ამ მშენებლობებთან დაკავშირებით რა. უფრო ეკოლოგიის ნაწილში მუშაობდი მე ძირითადად და შემდეგ ენერგოეფექტურობის ნაწილში. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ბენზინგასამართი სადგურის მეტი არაფერი არ კეთდებოდა. ანუ ხო აი ჩვენთან ესე იცოდნენ რა, ეს ტალღა მოდიოდა ბენზინგასამართი სადგურები ან ავტოსადგომები. ჯერ ცხაურები იყო, გახსოვთ თქვენ ეს პერიოდი ალბათ, ხართ ახალგაზრდა, მაგრამ ნუ 90-იანები თუ გახსოვთ ეგრე იყო. ცხაურები, მერე რაღაც სტაციონარი, მერე ისევ ცხაურები და აი ნუ რამდენჯერ გაკეთდა ფული ამ ბენზინგასამართი სადგურებზე, კაცმა არ იცის რა, მოკლედ რა, ბევრჯერ. შემდეგ იყო უკვე 2000-იანი წლებიდან დაიწყო ნელ-ნელა აი ამ მშენებლობების გამრავლება, ასე შეიძლება ითქვას და უკვე წამოვიდა საცხოვრებლებიც, რაღაც სხვა ობიექტებიც, რაღაცა 2000-იანი წლები. შემდეგ გახსოვთ თქვენ ომის პერიოდში ისევ შეჩერდა რაღაცა და შემდეგ წავიდა. აი ესეთი ამ პერიოდებზეა ლაპარაკი. მაშინ გაგვიქცა ხელიდან. ხო მე ამადგრებს უკვე არაფერი აღარ ეშულება არ ვიცი როგორ. ნუ ახლა როგორ წარმოგიდგენია აი სპორტის სასახლის ტერიტორია. უკანა ტერიტორია, რა ვიცი როგორ მე ვერ წარმომიდგენია. ნუ იყო რაღაც მცდელობა, იცით რა არის? მე ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები, თუ გვინდა რომ ობიექტურად დავსახოთ რაღაცები. იყო რაღაცა მცდელობები, თქვა რაღაცა ბარაკების მაგივრად გამწვანებული ტერიტორია გაკეთდა ერთგან და არ გაკეთდა თქვა ისევ საცხოვრებელი სახლი, რაც სწორია. ყველგან ესე უნდა კეთდებოდეს. ეხლა მე ჩვენ თბილისზე ვლაპარაკობ ძირითადად, მაგრამ სხვა ქალაქებში ესე უნდა კეთდებოდეს, ხო? მე ვამბობ ქალაქებში, რომლებიც
ვითარდებიან და სადაც იგზნობა ეს, ხო? სამშენებლო ბუმი თქვა იგივე ბათუმში, ხო? ახლა არის ქალაქები, სადაც ნეტა რაღაც გააკეთონ და პირიქით, ხო, მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი, თუმცა სწორად უნდა გააკეთონ. არასწორად არ უნდა გაკეთდეს არცად. იმიტომ რომ მაშინ მივიღებთ ერთი და იგივე სურათს, რომელიც არ მოგწონს. და იყო ესეთი მცდელობები უნდა იყოს. თბილისის და ბათუმის გარდა კიდე დღეს რომელი ქალაქია, სადაც მიდის მშენებლობები? ეგეთია. სადაც მიდის მშენებლობები, ახლა კანტიკუმ და შეიძლება ქუთაისში, შეიძლება ვორჯონში, მაგრამ ძირითადად არა. ეს არის ორი ესეთი ცენტრი ამ ეტაპისთვის. ბათუმშიც გაუვალი სიტუაცია არის უკვე. მე ვფიქრობ, ამ ზაფხულს მე იმ ხელასაცობში მოყვე ბათუმში შესულისას რომ გამოვტრიალდი შევედი სიტუაცია და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ჩვენ ხო ბათუმზე ვმუშაობთ ახლა და კი გაგვეწელა პროცესი, მაგრამ აი ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ამ პირველ ზოლს და ქალაქის ცენტრს მოვაცილოთ ეს მშენებლობები და იქნებ როგორმე, მაგრამ ნუ გაცემულია იქაც ტერიტორიები ძველინა გაცემულია ვერ გავიგებთ, ნუ კოეფიციენტები არის რაღაც ასტრონომიული მასში ასული და ნუ არის ესეთი, თუმცა ვცდილობთ რომ მივეხმაროთ. ჩვენი მოვალეობა მუნიციპალიტეტებს მივცეთ იარაღი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ აი დეველოპერების მე დეველოპერის საწინააღმდეგო კი არა მაქვს, მაგრამ დეველოპერს უნდა ფული. ამიტომ უნდა იყოს ვიღაცა, ვინც ეკრეგარი, ხო, რომ გააკეთე ფული, მაგრამ გააკეთე რაღაც ზომიერად და ამავე დროს ქალაქი არ დააზიანო. ხო, ეს არის ლოგიკა. ამ იარაღს ვაძლევ მე. მერიას, რომელსაც არა აქვს არანაირი იარაღი. ეს იდეაში ზოგადად ჩვენი მენტალობის ბრალი არის თლიანად მოსახლეობის ალბათ, იმიტომ რომ არ ვაყენებთ ამ საკითხს ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის, არც პოლიტიკოსების მიმართ არ ვაყენებთ ამას როგორც ესეთი მნიშვნელოვან საკითხს, იმიტომ რომ თუნდაც სპორტსასახლი რო ახსენეთ, წინა მთავრობის დროს დაიწყო სპორტსასახლის გარშემოშენებლობები, ხო, როგორც მე მახსოვს და არც მაშინ მქონდა ესე თქვა გამოხატული პროტესტი, ხო, მე მგონი რომ ჩვენი საერთო წარმოდგენების და მენტალობის ბრალი არ ვაქვს ეს ამის გამოსახულება არის. ეს პროცესი არის, ეს ზოგი წინამთავრობის დროს დაიწყო, ზოგი მერე დაიწყო, მაგრამ მაგ მთავრობებზე აღარ არის ლაპარაკი. ლაპარაკია რომ პროცესი უნდა შეჩერდეს და პროცესმა სწორი მიმართულება უნდა შეიძინოს. ამისთვისავად ჩვენი ბრალი ამის თქმა მინდოდა ყველას ერთად. ხო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ბრალიც არის ახლა, ვიცი რა, აბა მარტო ჩინოვნიკის ბრალი არ არის. საზოგადოების ბრალიც არის, ჩვენ ვუშვებთ ესეთ რაღაცეებს, ხო? ბევრი რაღაცა გამოსწორდა, ახლა მე იმას არ ვამბობ, მე მახსოვს რომ ყველა ხის ძირში საპროტესტო აქციები იყო ხოლმე და აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ ყველა ხის მოჭრა უნდათ ხოლმე. შემდეგ გამკაცრდა ეს ყველაფერი, ახლა ნუ დავკარგავთ, ხო, იმ მონაპოვარსაც რაც იყო, მაგრამ ახლა მსხვილი ქალაქგეგმარებითი პროექტები, რომელიც გენგეკმას ეწინააღმდეგება არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ დაანგრევს მთლიანად ქალაქის მედეგობასაც, მდგრადობასაც და იმ პრინციპებს, რომლითაც ქალაქი უნდა განაშენიანდეს. ჩვენ ხო ვთქვით, როგორ უნდა განაშენიანდეს. ეს ხო კლევის საფუძველზე გავაკეთეთ. თან ეს არ არის მარტო თქვენი გემოვნება, თქვენი ჯგუფის გემოვნება, ეს ამაზე მიდიოდა მუშაობა, მსჯელობა. ეს ყველაფერი ხო მემკვიდრეობითია, ხო თლათ ისეც ხო არ არის, რომ დღეს გამახსენდა, რომ შეიძლება განივი კავშირები არსებობდეს, რაღაც ხიდი იყოს დასამატებელი ან რაღაც რეკრეაცია. ეს ხიდების დამატება იგულისხმებოდა მტკვარზე. კი, იგულისხმებოდა რამოდენიმე ადგილას, მათ შორის ფეხით სასიარულო ხიდების დამატება კი. იყო ბევრი ძალიან კარგი და იყო რა არის. ხო, ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს რა ბედი ეწევათ ნათელია. ზოოპარკის ტერიტორიასთან დაკავშირებით, ახლა ჩვენ ძირითადად მთელი ეს ტერიტორია რეკრეაციულ ტერიტორიაა. ანუ ყოფილი ზოოპარკი, თუ დღეს როგორ ქვია, არ ვიცი, ყოფილი ზოოპარკი ქვია. ძველი ზოოპარკი საფურთალოზეაც ერთმა მოედანი. კი, ისე რა ქვია. არაფერი იქ ჩვენ რაღაც სიახლე იქ არ ქონდა, გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ტერიტორია იყო და მაშინ ზოოპარკზე იყო ლაპარაკი ჯერჯერობით, ესეთი რეალური საუბრები გადატანასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ბევრი ჩვენ სხვა შორის ძალიან საინტერესო ისიც ქონდა, თქვა დაახლოებით 60-მდე მცირე მდინარე მოედინება თბილისის ტერიტორიაზე და უერთდება მე მტკვარს. კი. და სხვადასხვა სიგრძის, რა თქმა უნდა და ეს, მაგრამ ყველანი პრაქტიკულად არის დაფარული. ანუ იცით თქვენ რომ კოლექტორებშია და შემდეგ მოასფალტებულია, შაბეტონებულია და მოკლედ ზემოთ ყველაზე უფრო ცუდია რომ სახლებიც კი არის აშენებული. ეხლა წარმოიდგინეთ იმ კოლექტორების მდგომარეობა, იმით შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს და ლაპარაკი იყო რომ გარკვეულ ტერიტორიებზე გახსნა ამ
თქვა დიდი დიღმის ტერიტორიაზე გახსნა რაღაც მონაკვეთში აი ამ ტერიტორიასა და იქ რეკრეაციული ტერიტორიის გაკეთება, ანუ მდინარე მოედინება და რეკრეაციული ტერიტორია, სადაც დასვენება შეიძლება და შეიძლება ესეთი ადგილები ბევრი მოინიშნა. აგრეთვე ძალიან საინტერესო თემა არის და ახლა იქ Z კორპუსების მშენებლობას ალბათ ამის გაკეთება ბევრად უფრო ჯობდა, იმიტომ რომ ადამიანებს დასვენების და თქვა რაღაც გამოსვლის საშუალება მიეცემოდა თან ესეთ ბუნებასთან მაშინ. ახლა იქაც ზოგიერთ ადგილას ჩვენ მერე ვნახეთ, რომ დაპროექტდა ან ნებართვა გაიცა საცხოვრებელ კორპუსებზე. კოლექტორის მდგომარეობა რომ ცუდი იყო და ჩავარდეს და ბევრი ჩავარდნილიც არის, იმიტომ რომ მე-19 საუკუნიდან იწყება ეს ისტორია კოლექტორებში მოთავსებისა. მაშინ რა ვქნათ? თბილისში რომელი ყველაზე ესე ვთქვათ დამახინჯებული კი არა, გადატვირთული და ყველაზე პრობლემატური ადგილები რომელია და უბნები? ეხლა პირველი მე რაც მახსენდება მაგალითად, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ იქა და შეხება მაქვს, ნუცუბიძის პლატოებია და იმიტომ რომ ნუცუბიძის პლატოების უკან იმ ხელმშენებლობები წავიდა ლისის ტერიტორიაზე და ორი ძალიან წვრილი გზა ჩავარდა. ეხლა რომელი არ არის, მინდა შეგეკითხოთ, აი რომელი არ არის. ანუ რომ ვაკე კარგად არის განაშენიანებული, მოგწონს, ხო, ერთ დროს ყველაზე პრესტიჟული და შეიძლება ეხლაც პრესტიჟული ტერიტორია, ახლა რა მდგომარეობაშია, ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება, თქვენ ახსენეთ სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია, დოლიძის ქუჩა ვთქვათ, ხო, ნუ პერიფერიებში არის შედარებით ეხლა იქაც ალბათ დაიწყება, მაგრამ იცით რა არის, შეიძლება დაიწყოს, მაგრამ უნდა დაიწყოს სწორად. იმიტომ რომ განვითარება ქალაქის ცენტრში აღარ შეიძლება აღარ არის ადგილი და ჩანაცვლებები რამდენად რეალურია ძველი კორპუსების, რაღაცა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ხო, თუნდაც ეს ხრუშოვკები და ძველი აშენებული. თერი ჩუღურეთია ჩასანაცვლებელი, ხო, დიდი ნაწილი. იცით თქვენ რა მდგომარეობაში არის, არის ერთსართულიანი, ორსართულიანი სახლები, მაგრამ ნუ არავინ არ მოკიდებს ხელს. როდესაც ვამობდით კომპაქტურს, ამასაც გულისხმობდით. ჩვენ გვინდა ჩაიკეტოს განაშენიანებულ, ანუ ერთგვარი საზღვარი გაივლოს განაშენიანებულ ტერიტორიასა და გაუნაშენიანებელ ტერიტორიას შორის და განაშენიანებულ ტერიტორიაში და იქ რო ვეღარ ააშენებ ასე ადვილად, ხო? ეგრეთ წოდებულ გრინფილდებზე. ხო. მიბრძანდები და ან იმ ტერიტორიას გამოიყენებ, რომელიც უკვე თქვი ბრაუნფილდი, ანუ ყოფილი საწარმო ტერიტორია. ან ადგები და რეკონსტრუქციას დაიწყებ, ხო, მაგრამ ანუ როცა შენ მაძლევ ამის უფლებას, რომ იქ გავიდე და იაფად ავაშენო, რა თქმა უნდა, იქ გავალ და იაფად ავაშენებ. სამაგიეროდ არ მექნება კომუნიკაცია, არ მექნება გზა, არ მექნება სერვისის ობიექტი. მოვალ მერიაში და მოგთხოვ, გინდა თუ არა გამიკეთე. შენ უნდა დადგე და თუ თანხდები ამ წინადადებას, ყველას ფულით უკეთებ იმ ვიღაცას გზას, კომუნიკაციებს. აი ეს არ გვინდოდა რომ მომხდარიყო. როცა აქ არის საშუალება რომ აითვისო ეს ტერიტორიები. არ შეიძლება აქ სოფელი კონდეს და იქ წახვიდე და სიტი ააშენო. არ არის ეგ ლოგიკა. გამოცდილება როგორია თუ გაქვთ შეხება უცხოური გამოცდილება იმ ქალაქების, რომლებიც ასე იყო ერთ დროს, ახლა როგორც თბილისია და მე თქვა რამე გამოსავალი ნახე ეს რაღაცა არ ვიცი, მე რა გზით წავიდნენ. თუ დარჩა ესეთ დაჭედი ვიცით რა არის ახლა მე არ ვიცი ახლა შენობების ან დაანგრიეს სიტყვაზე და ისა, მაგრამ უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო, ხო, ეს დამახასიათებელი, თორე ახლა ბერლინში როგორ არის ძალიან კარგად ვიცი, ხრუშოვკები როგორ გახადეს ენერგოეფექტური და როგორი რევიტალიზაცია მოახდინეს და თქვა ადაპტაციები მოახდინეს, ახლა ძალიან კარგად ვიცი. არსებული თუ დაანგრიეს და ხალე აშენეს. არსებული შენობები გადააქციეს ენერგოეფექტურ. ეხლა მე ვერ გეტყვით რომ, მაგრამ შეიცვალა ყველაფერი, ფასადი შეიცვალა, მაგრამ ახლა გეგმარება შეიძლება არ შეიცვალა და ისევ ის პატარა ოთახები დარჩა, მაგრამ ნუ თლიანად გადაახალისეს, სხვანაირი შესახედია და სხვანაირი პირობები არის იქ ცხოვრების. ნუ აღმოსავლეთ ევროპაში ხო ისიც მე გეუბნებით ახლა ძირითადად დასავლეთ ბერლინის მხარეს ბუნებრივი, აღმოსავლეთ ბერლინის მხარეს, ხო? ხო და საბჭოთა მაგდებურგი და ლაიფციგი და დრეზდენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება, ამისთვის ძალიან დიდი ფული გაიყო სხვათა შორის დასავლეთ ბერლინმა და მაგაზე ბრაზობდნენ კიდევაც, იმიტომ რომ მათ გამოართვეს ფული და თქვა აქ ჩადეს. მაგრამ ეს ერთი ხალხია და ერთი საერთოდ ალბათ გასაგებია მოსათმენი არის. რაც შეეხება დანარჩენებს, ხო, ნუ სადღაცა არის ეს დამახინჯებული ქალაქები, მაგრამ იცით რა არის, საბჭოთა კავშირშიც კი სხვადასხვანაირად აშენებდნენ, ხო, დამერწმუნებით თქვენ. მაშინდელ თბილისსა და ეხლანდელ თბილისს შორის დიდი განსხვავებაა. იმიტომ რომ დაგეგმარება, თქვა დიდი დიღმის, ხო? არა
ეხლანდელი პერიოდი, არამედ მაშინდელი პერიოდი, ხო? ან ნუცუბიძის პლატოსის და რაღაცა სულ სხვანაირი იყო, ის მისაღები იყო. თქო დიღმის მასივი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. შვენიერი ადგილი იყო, ძალიან მისაწვდომი იყო ტრანსპორტის მხრივ და ისე ქალაქის ცენტრამდე და ამავე დროს აი რაღაც ძალიან კარგი მასივი იყო, სადაც გამწვანებაც იყო, მდინარესთან ახლო იყო, ტრამვაი დადიოდა, ეხლა კოშმარი. ხო. ეხლა კოშმარი. იქ ცხოვრება. გზების სიგანესაც მაგის მიხედვით ითვალისწინებდნენ ადრე, მაგათი ვაჟებშავი და როარის ყველაფერს ითვალისწინებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. სხვათა შორის, აი გზებზე როცა არის ლაპარაკი და ისე ამდენი მანქანა, გზები უნდა გავაფართოოთ და რაღაცა. იყვნენ ჩვენთან ჩვენი გერმანელი კოლეგები, მე აღვნიშნე კიდევაც, შპეერიც იყო და იყო კიდევ გერმანული კომპანია ტრანსპორტნიკები, ეგრეთ წოდებული, ანუ ტრანსპორტის სპეციალისტები, ბრენერი, საკმაოდ ცნობილი ფირმა, რომელიც ხელმძღვანელით ჩამოვიდა ჩვენთან, თავად ბრენერი და ნახა ეს ჩვენი ქუჩები და არ უთქვია, რომ იცით, თქვენთან ძალიან ვიწრო ქუჩებია და აქ სიარული პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თქვენ ძალიან ნორმალური ქუჩები გაქვთ, თქვენ აქ სხვა რამეშია პრობლემა და არა იმაში, რომ ქუჩების სიგანეა ძალიან ვიწრო და უნდა გააგანიეროთ. აქ სხვა რამე გაქვთ პრობლემაო, კი. ანუ ჩვენთან ხო ბევრი სახლი, ბევრი შენობა გაქვს. რაც უფრო მეტად დავტვირთავთ ეხლა არც თუ ქუჩა აღარ ივარდებს მე ხო. ყველას თავისი წარმოიდგინე 2 სართულიანი სახლებით და 3 სართულიანი სახლებით და 4 სართულიანი სახლებით განაშენიანებული ქუჩა ხო, თქვა ფალიაშვილის ქუჩა და შემდეგ ვიღებ 12, 14, 18 სართულიანებს. ეხლა ნუ რაღაცას ხო უნდა გაუძლოს. ხوار შეიძლება რაღაცა კონსტრუქციას დააშენო, რამდენიც გინდა, ხო? ჩამოიშლება. ისევეა, ყველაფერს აქ თავისი ზომა და აი 6 ზოლიანი, მე მგონი ვაჟებშაველი 6-იანი არის, ეგეც კი გადაიტვირთა უკვე. ანუ არ ვიცი, თან დარწმუნებულია კიდევ 3 ამდენი აშენდა. ვაჟებშაველი და პეკინზე არ არის საცობები, ერთი მიმართულებაა და იქაც საცობებია ხოლმე, ხო? ინდორი სადღაც იკეტება. სქემაც არ აქვს, ხო? სქემაც არ არსებობს. ესეც გასაკეთებელი არის და მოკლედ ბევრი რამეა გასაკეთებელი. მაგრამ რაც გაკეთებულია იმას, რომ კვლევები რაზეც არის და რაზეც დოკუმენტაცია არსებობს, იმას რომ მივდიოთ, იცით არ იქნება ცუდი. მე დარწმუნებული ვარ, ბევრად შეამსუბუქებს სიტუაციას. ძველი შენობები რამდენად როდის გაზრდის ექსპლუატაციის ვადა, როგორც ამბობენ გასულია უკვე. ბევრს გასულია, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთან ძველი შენობები არის 150 წლისაც და მე აი საბჭოთა კომუნისტების პერიოდისა, ხო, რა თქმა უნდა, ხო ზოგს აქაც იცი რა არის, თითქოს აი რაღაცეები დაიწყო, შემდეგ გაჩერდა. ჩვენ მქონდა ესეთი ის რომ რაღაც გარკვეული ტერიტორია თქვა ვარკეთილში თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ვარკეთილის მესამე მასივი მოინიშნა როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის განაშენიანების რეგულირების ტერიტორიად. გეგმის შესამუშავებელ ტერიტორიად. რას გულისხმობდა, რომ იქ არის ხრუშოვკები და თქვა როგორ მომხდარიყო ამ ტერიტორიის თქვა რეკონსტრუქცია, განაშენიანება ახლებურად, რა დარჩენილიყო, რა შეიძლება დანგრეულიყო, იმიტომ რომ ძირითადად დასანგრევია, რა თქმა უნდა, ამორტიზებულია, მაგრამ არა ყველა ხრუშოვკა. ზოგიერთი შეიძლება გამაგრდეს და თქვა გააგრძელო ადამიანმა მე იქ ცხოვრება. მაგრამ ბევრი დასანგრევი არის, ავარიულ მდგომარეობაში არის. დაიწყო ამაზე რაღაცა კონკურსი ჩატარდა, გამარჯვებულიც იყო, გაკეთდა კიდევაც თითქოს რაღაცა ეტაპამდე, მერე გაჩერდა. აი ესეთი ბევრი მივიღეთ ჩვენ. არ ვიცი რატო. ლიზზეც იყო ანალოგიური, მახსოვს. ჩვენ 11 ესეთი ტერიტორია შემოვხაზეთ, სადაც ვამბობდით, რომ აქ დამატებითმა კვლევებმა გადაწყვეტოს განაშენიანება. ანუ მიღებულია გენგეგმა, ვიცით პრინციპები, ვიცით კოეფიციენტები, ვიცით ზონები, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ტერიტორიები, რომელთა განვითარებასაც დამატებითი კვლევები ჭირდება და ეხლა გენგეგმა ყველაფერში ვერ ჩავა, ხო? მაშინ დაუსრულებელი იქნება, ისედაც кайხანი ვაკეთეთ. და აქედან გამომდინარე, თქვით, რომ მოდით აი ქალაქმა ეს გამოიტანოს ეს ტერიტორიები, მოეწყოს კონკურსი და ვინც გამოვლინდება, მან უკვე თქო დელიაოს ტერიტორია იყო, სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია, რაც მახსოვს, თბილისის ზღვასთან იყო ტერიტორია, აი ეს ტერიტორიები ახლა რაზეც გქონდა საუბარი და დამატებით უკვე კვლევებმა აჩვენოს, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ნუ საბჭოთად გაჩერდა. ხარისხს რაც შეეხება, შეიძლება თქვენი პირდაპირი საქმიანობა და პროფესია არ არის ამ წუთას, მაგრამ როგორია მშენებლობების ხარისხი? მოწმდება რეალურად და შენდება ისე როგორც უნდა იყოს? არსებობს ამის მონიტორინგი? მე ეჭვი მეპარება. მე ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს და არ მინდა რომ ზედმეტი ვთქვა, მაგრამ ეხლა მე თავად მინახია, თქვა ბათუმში ახლად აშენებული შენობა, რომელსაც ბზარები ქონდა.
რა ვიცი, შეიძლება მოწყვდებოდეს და ბზარები ქონდეს შენობას? თან მაღალსართულიანი. დარწმუნებული ვარ, შეიძლება თბილისშიც. იცით რა არის ახლა, ბევრი დეველოპერი ძალიან კარგად აშენებს და ცნობილი დეველოპერია და ცდილობს რომ ეს ხარისხი არ გააფუჭოს და რაღაც. არის ახლა კომპანიები, მე და თქვენ შეგვიძლია ახლა რაღაც კომპანია ჩამოვაყალიბოთ ალბათ და წავიდეთ და მშენებლობა დავიწყოთ რაღაც ახლა ის რამდენად სანდო არის, რამდენად კარგია. როდესაც ადამიანი ცდილობს რომ იყიდოს ხო რაღაც ბინა და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხშირ შემთხვევაში ხარისხსაც აღარ უყურებს ხოლმე. თავარი იაფად იყოს და ეს იაფემ შეიძლება თვალები დაუბრმავოს და ვერ დაინახოს იქ რა ხარისხიანი ან რა გარემოში უწევს ხო ცხოვრება, იმიტომ რომ თქვა ჩვენთან ხო საბინაო პოლიტიკა არ არსებობს, ჩვენთან ხო რეგულაციები არ არის, ჩვენთან ხო ხელშეწყობა არ არის, რომ თქვა ახლად ჩამოყალიბებული ოჯახი გამოეყოს ხო რაღაც ძველ ოჯახს და ბინა იყეს, ბინის ყიდვა ეგრე ადვილი არ არის ხო დამერწმუნებით ხო? უფრო და უფრო ძნელი ხო, ვერ იყიდი ბინას ადვილად და აქედან გამომდინარე ხშირად თვალს ხუჭავენ ხოლმე ხარისხზე, იმ გარემოზე, სადაც უწევთ ხოლმე ბინის ყიდვა და იძულებულები არიან ფასის გამო რაღაცა შეაფარონ თავი, სადაც არც მზეა, არც განიავება, არც ის არის და რაღაც ცუდი პირობებია, რა კორპუსებია, შენს წინ 13 სიტუაცია. ხო. აი, ეგრეა. კი და ფანჯიდან ერთი ხეც არ ჩანს ხოლმე ბევრი კორპუსის და ან შეგვიძლია გაუღიმოთ თქვენ მეზობელს ხელი ჩამოვართო და სიგარეტი მოწიოთ ერთად. ნუ ეს არის ჩვენი რეალობა. არ არის საბინაო პოლიტიკა, არ არის ის რეგულაციები, ის პროგრამები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ხო ესეთ ადამიანებს და ეს აუცილებელია, ეს უნდა იყოს. ადამიანებს ხელ უნდა შეუწყო ხო, რომ ხელმისაწვდომი საცხოვრისი ქონდეთ. კი. აბა სხვა შემთხვევაში ახლა რანაირად ახლა ჩვენ როცა შევისწავლეთ თავის დროზე მდგომარეობა აი ამ გენგიგმასთან დაკავშირებით ძირითადად ბინები ქონდათ ნაყიდი ბინებს ყიდულობენ სამი კატეგორია აი ახლა ეგრე იქნება ეს არის ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ძირითადად ვამბობ ეს არის ადამიანები რომელსაც 12 ბინა აქვს და მე-13-ს ყიდულობენ ან მე-14-ს ანუ ინვესტიციას ფული აქვს და აკეთებენ აი ასეთი მასში და ძალიან მცირე რაოდენობა არის აი ასეთი ახლად შექმნილი ოჯახები რომ გამოეყოფა ხოლმე რომელსაც საშუალება არ აქვს მატერიალური და ძირითადად აი რაღაცნაირად შეაკოწიწებენ ხოლმე რაღაც თანხას და იმითი ყიდულობენ ხოლმე და ახლა ის ხარისხს რას დაგიდევს თავარია სადმე შეაფაროს თავი ხარისხი როგორ იზომება, თქვა რაღაც კედლების ისქე, ბეტონის ხარისხი. ბეტონის ხარისხი მათ შორის, რა თქმა უნდა, მედეგობა. იცით რა არის, ალბათ ძალიან კარგია ხოლმე, რომ ახლა მე სპეციალისტი თუ არ არის, სპეციალისტი უნდა იახლო ხოლმე და ახლა არიან მშენებლები ჩვენთან და ინჟინრები და არქიტექტორები, რომლებიც შეიძლება თუ ბინის ყიდვას აპირებ, წამოვიდნენ, ნახონ და გითხრან, რომ ხო, მაგრამ ყველა ვერ იზამს ხამას. ხო, ნუ არის საკონსულტაციო კომპანიებიც ახლა თუ ბინას ყიდულობ, აი რაღაც გადაიხადე და წაიყვანე რომ იცოდე რომ არსებობს ეგეთი კომპანია? კი, რა თქმა უნდა, არსებობს კომპანიები, ახლა არქიტექტურული კომპანიები და საინჟინრო კომპანიები, სადაც შეიძლება მისვლა და იქ რა. ხო, ესეთი მომსახურება რო გქონდეთ, ეგეთი არსებობს? ალბათ არის, ახლა მე არ დამჭირვებია, მაგრამ იქნება ყველა ვარიანტი, ახლა არქიტექტორა თუ მოელაპარაკები ვიღაცას და დაელაპარაკები, მით უმეტეს ახლა არის ნაცნობობა ახლა არავის არ გაუქმებია რომ ხო თითო არქიტექტორს და თითო მშენებელს და თითო ინჟინერს ყველა ვიცნობთ. ხო. შეიძლება უბრალოდ ხო ადამიანი. მე ვამბობ რომ ეს კარგი იქნება რეკომენდაციასავით, კარგი იქნება რომ წაიყოლო და ნახოს იმან სპეციალისტი სხვანაირად უყურებს და სხვანაირად შეაფასებს იმას, ხო, ვიდრე მე. ხო, ანუ ამ საქმეშია ნუ მე როგორ ჩახედული, მაგალითად მეც რო არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, როგორ შევარჩიოთ ბინას უცავ ყიდულობთ, რას მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში გარემოს მივაქცევდი, ხო, ჩემზე რო იყოს, მე გარემოს მივაქცევდი. ხო, თქვენ დღეს ბინას ყიდულობთ. კი, მე გარემოს ფასი დავივიწყოთ, ხო. მე სადაც სინათლე არ არის, სადაც მზი არ შემოდის, სადაც განიავება არ არის, სადაც კორპუსებია ჩემ წინ და სადაც დამდგრუნველი გარემოა და ან რაღაც საფრთხე მემუქრება, ეხლა ბუნებრივია იქ მე ბინას არ ვიყიდი. არც ერთ შემთხვევაში არ ვიყიდი. შემიძლია უფრო ცუდი ადგილი შევარჩიო, მაგრამ ანუ პერიფერია იყოს ცუდი ადგილი, მე ამაზე მაქვს ლაპარაკი. უფრო შორს იყოს ეს ადგილი, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ იყოს გარემო, სადაც თუნდაც შემეძლება და სადაც მზის სხივით შემოვა და სადაც თქვა მდგრადი შენობა მეგულება დაახლოებით. თვითონ კორპუსი შეიძლება თვალით შევაფასოთ ან რაღაცა შევარჩიოთ. თქვა მივედით ბინის სანახავად. ნუ ალბათ უნდა ნახოთ ახლა ბზარები და ისინი ჩანს ხოლმე რა. ჩანს ხოლმე. მე ხო გითხარით ახალ შენებულ კორპუსში ბზარები იყო ხო შეხვიდოდით და ინახავთ ბზარებს და ეს უნდა შემოწყვეტეს სართულებს შორის რა ხდება და ხო თან ჩვენთან მithmetes მიღებული პრაქტიკაა რომ ჯერ კიდე ჰაერს ყიდულობენ ხოლმე
ამოყვანილიც არ არის корпуსი და მე არა ვარ ამის მომხრე, იმიტომ რომ ჰაერს ყიდულობდნენ, ხშირად მე ჰაერში რჩებოდნენ ხოლმე. ხო, ბევრი იყო ეგეთი. რა თქმა უნდა, ეხლა გააჩნია კიდე ერთხელ მეორე რომელი კომპანიის განყიდულობ, ხო დღეს უკვე ისე ჩამოყალიბდა, რომ არის ეხლა ძლიერი დეველოპერები, რომლებიც აშენებენ, მაგრამ ეხლა თავის დროზე არ მინდა ეხლა იმ კომპანიის დასახელება, ისე ძლიერი იყო, სუის აშენებდა, მაგრამ ხო. პირამიდა და დარჩა ხალხი ჰაერში, ჰაერნაგი. ხო. არის ეგ პრობლემები, რა თქმა უნდა, არის ეგ პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება. ყველა გენგიგმაში ჩვენ უსაფრთხოება გვაქვს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ბორჯომს ვაკეთებთ, ბათუმია, უსაფრთხოების საკითხები, არა შენობების, საერთოდ ადამიანთა უსაფრთხოების საკითხები, იმიტომ რომ ისეთი კატაკლიზმები მოხდა ჩვენთან და ისეთი სტიქიური მოვლენები მოხდა ჩვენთან, ძალიან კარგად ვიცით რა გამოიწვია, რა ხელმსხვერპლი იყო და ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ. არც ერთ შემთხვევაში, როცა ესეთ დოკუმენტებზე ვმუშაობთ. ხო, აი ახლა ეს უნდა მეკითხა, ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაც ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მგონია რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდება ქალაქში და იმდენ корпуსზე პრობლემები. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ საერთოდ ნებისმიერ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით ღმერთმა დაგვიფაროს. აი ბოლოს ძლიერი იყო, აპრილში იყო, მე მგონი 5 ბალზე მე თუ 6 ბალი. 2002 არის იყო თუ. ხო, აი ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მაშინ არ იყო იმდენი მშენებლობა. ხო, მაშინ არ იყო კიდე კარგი, არ გამოიწვია ისეთი ნგრევა და ისეთი მსხვერპლი, იყო მსხვერპლი ამდენადაც მე მახსოვს ძირითადად ძველ თბილისში იყო მე მგონი. ორი ადამიანი გარდაიცვალა თუ არ მეშლება მე. მეც ესე მახსოვს, ხო. მაგრამ ის რაღაც კარნიზი ჩამოვარდა, რაღაცა მოხდა მოკლედ და ავარიული შენობა. ხო, ავარიული შენობა იყო შეიძლება. თუ მე სწორად მახსოვს, იმიტომ რომ აი დროა გასული ახლა, მაგრამ იმის მერე ეგეთ ძლიერი არ ყოფილა არაფერი. ხო, მაგრამ ნუ სხვა მოვლენები იყო. რამე შეიწირა ხო ხალხი. იმის მერე იყო სწორედ ხო ვერეს ტრაგედია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი იყო. სხვადასხვა ორთაჭალაშიც მოხდა მერე ხო გახსოვთ თქვენ იქაც იყო. ხო აი ახალგზას რო ვეძახით ახლა სადაც ვერეს წყალდობის დროს დაიფარა ეს დღემდე ისე ახალგზას ვეძახით მაგას კი არ იყო ძველი მაგრამ მაინც ახალი გზა. ხო ახალი ნუ შედარებით ახალი. რანერი გავიგული ხოლმე სანაპიროზე ანუ ამის გზის მხარეს სულ ყოველთვის ახალ მშენებლობებია და მახსოვს რომ ეგ ადგილი დაფარული იყო წყლით როცა წყალდობა მოხდა. სადაც ახლა სახლები შენდება და რეკრეაციული ტერიტორია მივეცით ჩვენ სწორედ იმიტომ და სწორედ დატბორვის რუკაც აგვაქვს ჩვენ მივიღეთ ეს გარემოს ეროვნული სააგენტოსგან. და არის ტერიტორიები სადაც იტბორება რა და არ შეიძლება. იქ მხოლოდ საპარკო ზონა უნდა განვითარებულიყო და რა თქმა უნდა არა საცხოვრებელი. ან არა თქვა რაღაც ბიზნეს ცენტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ კარგი, რა იყო კიდე რამე საკითხი, თქოთ რაც საკითხი ბევრი არის. ჩვენ რამოდენიმე პოდკასტი უნდა ისე ვქნათ, კიდე გავაგრძელოთ, რომ რაღაც საკითხი არის. უამრავი საკითხი არის, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებითაც უბრალოდ შევეხეთ ეხლა ზოგადად ჩვენ, ხო? აი ამ ქალაქის კონცეპტუალურ მიმართულებებთან დაკავშირებით როგორ უნდა განვითარდეს, მათ შორის რეკრეაციასთან, გამწვანებასთან დაკავშირებით კიდე ტრამვაის ახსენებენ ხოლმე ხშირად რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია ესეთი მოსაზრება რომ აი კარგი იქნება რომ თბილისში ისევ ტრამვაი დაბრუნდეს და რატო ტრამვაი ძვირია და ჩვენ სწორედ საავტომობილო ჩვენ როცა ვხედავთ აი ამ გზებს ხო რომელიც ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი ვიცოდეთ რომ იქ ეს არის გარკვეული რეზერვი როდესაც ფული იქნება იქ შეიძლება ტრამვაის გაყვანა ტრამვაის ლიანდაგების და ჯობია ავტობუსი. ნუ ტრამვაი ყველა ვარიანტი ჯობია. რითი? ნუ ჯერ ერთი ეკოლოგიურად სუფთა არის. თვითონ ეს ტრანსპორტი და მნიშვნელოვანი არის. მეორეს ერთი ტრამვაიც ალბათ უფრო მეტი გზავრის გადაყვანა შეეძლება, მე ესე ვფიქრობ. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი თბილისისთვის თან დამახასიათებელია და კარგი ტრანსპორტი არის. ეხლა მე ქალაქები სადაც ტრამვაი და თანამედროვე ტრამვაი, ეხლა ის ტრამვაი არა, მე რო ბავშვობაში სკოლაში დავდიოდი, უნებრივია, ხო? ხრიგინებდა ხოლმე ეხლა, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს, ხო? თანამედროვე ტრამვაის შემადგენლობები არის, ნუ ფერების მიხედვით მახსოვს, სად ვიყავით? მე მგონი ბერლინში თუ რომ გერმანიაში ვიყავით, სადაც გვანახეთ როგორ ეწყობოდა სხვადასხვა დაკვეთებით, სხვადასხვა ქალაქების დაკვეთებით
თუ დრეზდენი იყო. არ მახსოვს, როგორ ეწყობოდა ესენი ტრამვაის შემადგენლობები და ფერების მიხედვით არის თქო. რომს სხვა ფერი აქვს, ბერლინს სხვა ფერი აქვს, ლონდონს სხვა ფერი აქვს და რაღაც. ხო. ბაზელს სხვა ფერი აქვს და ესეთი. ხო, ანუ რაღაც უხმაურო ესეთი შემადგენლობებია. ხო, შანსი არისო დაბრუნდეს, ხო? ხო, კარგი, არა, შანსი არის, როგორ არ არის? შანსი არის, მაგრამ ნუ ახლა მაშინ პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ მოდით ჩვენ ვიწყებთ სადღაციდან, გავაკეთოთ ჯერ ერთი მარშრუტი, მერე მეორე მარშრუტი და ეს ნელ-ნელა, მაგრამ ფული დაჭირდება ბევრი, რა. ეხლა ავტობუსებს ბევრად ნაკლები ფული ჭირდებოდათ. ხო, არა, ამიტიც უკმაყოფილოები არიან, ეხლა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავტობუსის ხაზები რო არსებობს და ადამიანი სწრაფად რომ მიდის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში. თვითონ რომ მანქანაში ზის და ეხლა მანქანიდან ხო ძალათი ვერ გადმოიყვან ადამიანს და არც უნდა გადმოიყვანო, ხო, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს. უნდა იყოს არჩევანი, რომ მე ვდგავარ საცობში და ავტობუსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადის ჩემს გვერდით თავისუფლად. ანუ ის მივა ჩემზე უფრო ადრე, ჩემზე უფრო კომფორტულად, არაფერს არ ატრიალებს ზის და ხო, რულს არ ატრიალებს, მივა იმაზე და ეს არჩევანი უნდა იყოს. ძალათი არაფრის გაკეთება არ შეიძლება ადამიანი აი იქ არ გაგიშვებ, აქ არ მიხვიდე, იქ არის საქმე, ეგრე არ შეიძლება. მეტროების დამატების შანსი არის სადგურების. ჩვენი წინააღმდება იყო ეს სწორედ ეს ლილოსკენ განვითარება, მერე რუსთავისკენ განვითარება, აეროპორტისკენ, ჩვენი გენგეგმის წინააღმდება იყო ეს. თუნდაც მიწისზედა რო იყოს. მიწისზედაზე იყო ლაპარაკი. ხო, ეხლა დღეს რაღაცა იმიტომ რომ არ გაკეთდა და იმიტომ რომ შეპირება იყო, იქოს მასხა დასაგდები არის, მაგრამ მასხა დასაგდები არ არის, ჩვეულებრივი ამბავი არის. შეიძლება იქ თავისუფლად ამის გაკეთება, არსებობს რელსები და შეიძლება მათზე, თქვა, მიწისზე და თქვა, სარკინიგზო ტრანსპორტის გაკეთება და ძალიან საინტერესო იქნება, ხო? ეს ძალიან სწრაფად უკავშირდები ლილოს, ძალიან სწრაფად უკავშირდები აეროპორტს და ძალიან სწრაფად უკავშირდები რუსტავს. რა არის საერთოდ ძალიან კარგი არის, თავარია მონდომება და თავარია ფული დაიხარჯოს ახლა ამაში, თორე მე როგორც ვიცი, კვლევაც გაკეთებული არის გარკვეულწილად. ყოველ შემთხვევაში აეროპორტამდე არის გაკეთებული კვლევა. მე ესე ვიცი და შესაძლებელია. ხო, და მეტროც კარგი კომფორტი არის ახლა. თუმცა დიდი ღომშიც რო გაკეთდეს რაღაც მიწისზე და შეიძლება ტრამვაი იყოს ან რაღაცას, აუცილებელია ძალიან წუხან. მაშინაც წუხდნენ და დარწმუნებული ვარ, ახლა კიდე უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, იმიტომ რომ მიემატა იქ корпуსები ხო არ გამოაკვდა. დიდი ღომშიც უნდა იყოს საშუალება, აუცილებელია დიდი ღომი ძალიან კარგად იყოს დაკავშირებული ქალაქთან. არ შეიძლება ამ ხალხის ისე გატოვება, რომ არ შეუქმნათ საშუალება, მით უმეტეს იმხელა ხეივანი არის, ხო? მეტრო დიდუბი არის, როგორ შეიძლება რომ როგორ არ შეიძლება რომ რაღაცა ჩვენ ერთ აი ამ სატრანსპორტო საშუალებაზე ვიფიქროთ, თქვა თუნდაც მან რა ტრამვაივით რაღაცა გაკეთდეს, ხო? აი ამ მარშრუტზე და ამითი დავიწყოთ. ხო. ხო, იმიტომ რომ კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან კომფორტულია. ცოდვა ის ხალხი ახლა რატომ უნდა იდგე დიდი ხანის განმავლობაში ისა. ან მაშინ ავტობუსები უნდა მოემატოს ისე, რომ იქ არ იყოს შეგრძნება იმისი, რომ აი დიდი ხანი რიგში ვდგავარ. ეხლა ბოლო დროს აღარ გამიგია მე ეხლა ყოველ შემთხვევაში ან არ წამიკითხია შეიძლება, მაგრამ მე ეჭვმიპარება რომ პრობლემა გადაწყვეტილი იყოს. ხო, მეც უფრო ამ ბოლო დროს უფრო მოვუხშირე ავტობუსების სიარულს და არის რა, შეიძლება 5 წუთი ეწეროს და 9 საათს მერე მოვიდეს ტაბლოზე და აქვს ავტობუსებს მაინც გადაადგილების პრობლემა. ხო, ხო, ვაკეში მეტროს გაყვანა მე არარეალურად მიმაჩნია რა თქმა უნდა. ხო. იმიტომ რომ იქ ისეთი მშენებლობები და ესეთი წავიდა რომ ეხლა ვაკეში. კარგი, მადლობა დიდი, ასე თუ ისე შევეხეთ რაღაც თემებს, მეც რაღაცა უფრო უკეთეს წარმოდგენა შემექნა იმაზე, რომ თურმე კიდე როგორი პრობლემები მქონია. კი ბატონო. და ალბათ ყველამ ჩვენ თავებს უნდა მოვთხოვოთ ის, რომ მე მომავალ პოლიტიკოსებს და ხელისუფლებებს მოვთხოვოთ, რომ ამ პრობლემაზეც იფიქრონ. გასაგებია ჩვენ ერთ ქვეყანაში სადაც კიდე წინ სხვა პრობლემები დგას ეკონომიური, ამაზე ფიქრი ძნელი არის, როცა რაღაცა ჯერ იმაზე არ აქვს ადამიანებს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ უფრო შორს გაიხედონ, მაგრამ ნუ რაღაც ბალანსი მაინც დავიჭირო და ხანდახანაც თუ ვიფიქრებთ ამაზე და მეტად მოვთხოვთ მე ასე მგონია რომ პოლიტიკოსებმა უნდა მოусმინონ თუ ქირაობ სპეციალისტს, მაშინ უნდა მოусმინო. ან თუ იცი შენ თვითონ, მაშინ შენ თვითონ გააკეთე. ხო. არ შეიძლება ახლა იქირაო, დაიხარჯოს ფული, გაიწიოს დიდი შრომა, ჩაიდოს დიდი ენერგია და მე არ მოусმინო და შენი ბურად გააკეთე ახლა. მაშინ აზრი გამაგებინეთ რა არის. ხო. უნდა მოთხოვოთ თავრობებს რომ მოусმინონ სპეციალისტებს. მოусმინონ სპეციალისტებს. საერთოდ ყველა სფეროში სპეციალისტებს რომ მოусმინოთ, ცუდი არ იქნება.
კი, ნამდვილად. კარგი, ამ იმას დავამთავროთ. მადლობა დიდი. ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი პოდკასტი. დიდი მადლობა ჩვენთან რომ იყავით, რომ დაგვითმეთ. ერთ კვირაში შევხვდებით.